დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ტრადიციულად, როდესაც სიახლეს გიზიარებთ, ჩვენ ვირჩევთ ერთ რომელიმე პრობლემას და ყველაზე სანდო აქტუალურ გამოცემას, რომელიც ამ თემასთან არის დაკავშირებული. დღევანდელი ჩვენი სიახლე შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, ნაკლებად ცნობილ საკითხთან არის დაკავშირებული. კერძოდ, The Journal of Safety Research აქვეყნებს კვლევას, რომელიც უკავშირდება ხმაურიანი სამუშაოს მქონე ადამიანებს. 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემი შეისწავლეს და ამ შესწავლის პროცესში განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყოს ადამიანები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა მშენებლობას უკავშირდება. ცხადია, კვლევაში ჩართვისთვის ეს არ იყო საკმარისი კრიტერიუმი და მეცნიერებმა გაითვალისწინეს მიმართავდნენ თუ არა ეს ადამიანები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მაგალითად ისეთ კვლევას, როგორიც გახლავთ სმენის შეფასების ტესტი. და სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს პირები, რომლებიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული და 27,000 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფიდან აღმოჩნდა, რომ 23%-ს ჰქონდა სმენის დაქვეითება და ზოგიერთ შემთხვევაში სმენის სრული დაკარგვა. კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა მშენებლობაზე მომუშავე პირთა შორის ისინი, ვინც მაგალითად გზატკეცილების, ხიდების ან ჩვეულებრივი ქუჩების რეკონსტრუქციაზე მუშაობდნენ. მათ შორის 28%-ს ჰქონდა სმენასთან დაკავშირებული პრობლემა. როდესაც მედიკოსებმა გაანალიზეს ეს მონაცემები, ისინი მივიდნენ დასკვნამდე. პირველი, აუცილებელია სამუშაო უსაფრთხოების დაცვა იმისათვის, რომ ამ ადამიანების სმენა იყოს დაცული. მეორე, აუცილებელია აღჭურვილობა, რომელიც კეთილსინდისიერად უნდა ატარონ მომუშავე პირებმა. და მესამე, სამედიცინო სერვისი და სამედიცინო კონტროლი იმისათვის, რომ ადრეული პრობლემების შემთხვევაში მოხდეს დროული შეფასება და შემდეგ უკვე სმენის სრული დაკარგვის პრევენცია. მე შემთხვევით არ გამოვიყენე დღევანდელი გადაცემის შესავალში სიახლე, რომელიც სმენას უკავშირდება. დღევანდელი ჩვენი სიახლე არ გრძელდება ძირითად საუბარში, მაგრამ აქტუალობა სმენასთან დაკავშირებით არის ხაზგასმული. რატომ? როდესაც ჩვენ ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ცალკე შეგვიძლია თვითკმარი თემა ავირჩიოთ, მაგალითად სმენის ხარვეზები ან სმენის დაკარგვა. მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი გულისხმობს სხვადასხვა პროფესიის გამოცდილების გამთლიანებას და განსაკუთრებით იმის გააზრებას, რომ შეიძლება სმენა დაზარალდეს მდგომარეობით, რომელსაც ალერგია ჰქვია. ერთი მხრივ ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს გადაჭარბებული რეაქცია რაღაც ნივთიერებასთან ან ნივთიერებასთან ასოცირებულ ინფორმაციასთან, მაგრამ არის თუ არა ამ შემთხვევაში საყურადღებო სმენა, დარწმუნებული ვარ, ამაზე ინფორმაცია არ მოგისმენიათ. მოდით დღეს ვცადოთ და ეს ხარვეზი შევავსოთ და შევავსოთ ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია. იგი გახლავთ იმუნოლოგ, ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ბიზინა კულუმბეკოვი. ბიზინა, დილამშვიდობისა. მოვზანდით. დილამშვიდობის. განსაკუთრებით მიხარია თქვენი სტუმრობა, უნდა გავამხილო. გილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობა. ჯერ ეს არ არის საბოლოო ახალსახლობა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გარკვეულწილად გადავხედოთ ისტორიას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როდესაც მრავალი წლის წინ თქვენ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ეს იყო თქვენი პირველი სატელევიზიო დებიუტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა გრძელდება ამდენი წლის მანძილზე და დღეს ძალიან უჩვეულო თემა უნდა გავუზიაროთ მაყურებელს. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ გისაუბრიათ სხვადასხვა სივრცეში, როდესაც ალერგიის ფონზე ადამიანს ეცვლება ყნოსვა. დარწმუნებული ვარ, იმაზეც ყოფილა საუბარი, როდესაც ადამიანს ეცვლება გემოვნება. მაგრამ ერთი შეხედვით ძნელად წარმოსადგენია, რატომ შეიძლება ალერგია, ალერგიული რეაქცია ან რომელიმე ალერგიული დიაგნოზი დაკავშირებული იყოს, ან ასოცირებული იყოს, ან რაღაც ბმაში იყოს სმენის ხარვესთან. მოდით გავარკვიოთ საზოგადოება,
ჩვენ შეგვეშალა თუ საზოგადოება არ არის ამ წუთისათვის ამ თემისთვის მზად. მოდით ჩვენი ინფორმაცია ესე გავუზიაროთ, რომ მომავალში ამ თემასაც მიაქციოს ყურადღება. კი ბატონო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ძალიან საინტერესო და აქტუალური საკითხია. თორე სმენა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პრობლემა შეიძლება იყოს და შესაძლოა ეტიოლოგიური მიზეზის ძიება, რასთან შეიძლება იყოს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს ზოგადად შეიძლება ითქვას მედიცინის გარკვეული პრობლემაც გახლავთ. ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სანამ ჩვენ გავიგებთ, რატო შეიძლება იყოს ალერგია სმენასთან ურთიერთკავშირში და უჩვეულოდ ალბათ ეჩვენება ჩვენს მაყურებელს, ახლა ვინც გვიყურებს და გვისმენს, გახლავთ ის საკითხი, რომ ანატომია არის აქ ყველაფრის გამსაზღვრელი და გადამწყვეტი და ამაზე ალბათ უნდა გავაკეთოთ კომენტარი. ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია ისე, განსაკუთრებით ცხვირისა და ყურის ნაწილი, რომ ისინი ერთმანეთს ანატომიური კავშირით, ანუ ევსტაქის მილით უკავშირდებიან. ევსტაქის მილი შუაყურიდან მიემართება და ის ცხვირხახაში იხსნება. აი სწორედ ეს დამაკავშირებელი ხიდა კი, რომლის ფუნქციასაც ვიტყვი ორიოდე სიტყვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ევოლუციური დანიშნულება გახლავთ დაფისაბკის ერთ და მეორე მხარეს თანაბარი წნევის უზრუნველყოფა. აი სწორედ წინააღმდეგ შემთხვევაში დაზიანდება დაფისაბკი, ან ის სრულფასოვნად, ასე ვთქვათ, ვიბრაციას ვერ გადასცემს. მეორე მისი ფუნქცია გახლავთ ეგრეთ წოდებული ლარინგოფარინგეალური რეფლუქსისგან დაცვა, რათა ცხვირხახის სეკრეტი არ მოხვდეს შუაყურში და მესამე მხრივ ზოგადად შუაყურში წარმოქმნილი სეკრეტი უნდა გადმოედინოს ცხვირხახაში, რომ ეს კლირენსი, ანუ სეკრეტი ნორმალურად თავისუფლდებოდეს. აი სწორედ აი ამ ნაწილში არსებული ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნა, რომელიც მე დავასახელე, სათავე შეიძლება გახდეს ყურის და სმენის არასრულფასოვანი, ასე ვთქვათ, მუშაობის. ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ჩემი როგორც დარგის პრობლემა იკვეთება, რა თქმა უნდა, ეს არის ევსტაქის მილის დისფუნქცია, ობსტრუქციული, ანუ დახშობითი ტიპის. ჩვენ ვთქვით, რა ევსტაქის მილი გახლავთ შუაყურისა და ცხვირხახის დამაკავშირებელი, ცხვირხახის შიგნით არსებული ნებისმიერი ანთებითი პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, ავტომატურად აისახება, რომ აი ეს გამავალი არხი ცხვირსა და შუაყურს შორის უკვე თავის ბუნებრივ ფუნქციას ვერ ასრულებს. რა თქმა უნდა, ბუნებრივია უნდა ვთქვათ, რომ ალერგიულ დაავადებებს შორის აქ წამყვანი არის როგორც სეზონური, ასე არასეზონური ალერგიული რინიტი და ხშირად არის ახლა განსაკუთრებით სეზონია. რინიტის როცა ადამიანები მე საერთოდ ესევე უნები ხოლმე, მოდი რანჟირება, გრადაცია გავაკეთოთ, თქო, შემაწუხებელი სიმპტომებიდან ყველაზე მეტად რა გაწუხებთ და აი ყველაზე ძლიერიდან სუსტისკენ წამოვიდეთ. უმრავლესობა იტყვის, რომ მაწუხებს ცხვირის გაჭედვა ან ძალიან ძლიერი სურდო, შემდეგ იტყვიან ხოლმე მაწუხებს ქავილის შეგრძნება და აი მესამე მეოთხე ადგილს ხშირად ინაწილებს, შეიძლება ასე ვთქვათ, ყურის დაგუბებისა და ასე ვთქვათ, არასრულფასოვანი სმენის შეგრძნება, რასაც ძალიან ხშირად აღნიშნავენ. ზოგჯერ ხმაურისაც, ხო? ხმაური შეგრძნება, რასაკვირველია, სისავსის შეგრძნება და ეს იმდენად დისკომფორტს უქმნის ადამიანებს, რომ ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. რასაკვირველია, ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სმენასთან და ალერგიის, აი კლასიკურ სიმპტომატიკასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება იყოს სხვა რიგი დაავადებები, მაგალითად ჩვენს დარგში შემოდის დაავადება, რომელსაც ვეძახით ასპირინით გამწვეული რესპირაციული დაავადება, რომელიც შეიძლება ისე ახდენდეს ლორწოვანი გარსის დაზიანება სინუსებიდან დაწყებული ცხვირხახის მიდამოთი, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად აისახება ამ ევსტაქის მილის დისფუნქციით და ბუნებრივია სმენასთან დაკავშირებული და სხვა ხმიანობასთან დაკავშირებული პრობლემებით. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა გამოვყოთ. ევსტაქის მილს აქვს თავისებურება ბავშვებში სკოლის ასაკამდე და სკოლის ასაკის შემდეგ. მთავარი თავისებურება გახლავთ ის, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ევსტაქის მილი არის ჰორიზონტალური დგომით და უფრო პატარა და მოკლე. შესაბამისად, ძალიან მარტივია ევსტაქის მილიდან და ცხვირხახის არიდან ინფექცია მოხდეს შუაყურში. ანუ შუაყურის ინფექციების ძალიან დიდი კასკადი და ხშირად მეორე მხრივ ობსტრუქციაზე როცა ვსაუბრობთ, ბავშვთა ასაკში არ დაგვავიწყდეს ადენოიდური ვეგეტაციები, რომელიც მეორე მხრივ ცხვირხახის არეში დაახშობს ევსტაქის მილს, შექმნის დისფუნქციას და სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ როდესაც ჩვენთან მოდიან დიდები თუ პატარები და განსაკუთრებით პატარების მშობლები, ყოველთვის ვამაყურებ ყურადღებას. ხმამაღლა ხო არ უსმენს ტელევიზორს, სხვადასხვა ტიპის აქტივობას, ანუ სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთა ასაკში ხშირად მშობლებს შეუმჩნეველი ხდებათ, იმიტომ რომ
განსაკუთრებით როდესაც არის ობსტრუქცია, როდესაც არის ძილის ობსტრუქციული აპნოე ადენოიდებთან ასოცირებული და ლორწოვანი ძლიერი შეშუპება ცხვირხახის და ალერგიული რინიტი მათ შორის, რა თქმა უნდა, ექსმენის პრობლემები, აი ჩაკითხვის თვალსაზრისით, ანამნეზის სკრუპულოზური შეგროვების თვალსაზრისით ჩემმა კოლეგებმა განსაკუთრებით და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამ ეს არის ძირითადი ნოზოლოგიური ფორმები, ალერგიული რინიტი, სეზონური, არასეზონური, ვეგეტაციები ადენოიდური, აი რაც თქვი ასპირინთან ასოცირებული რესპირაციული დაავადება, შეიძლება იყოს ასევე, რადგანაც ჩვენ იმუნოლოგიური გრიფიც გვაქვს ჩვენს პროფესიაში, არსებობს დაავადებები, მაგალითად არის მშრალის სინდრომი, ანუ შოგრენის სინდრომის ცნობილი. მაგალითად არის გრანულომატოზური ვასკულიტის ფორმები, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ვეგენერის გრანულომატოზით. ეს არის მდგომარეობები, როდესაც ზედასასუნთქი გზები ზიანდება და რადგანაც ამ დროს ცხვირხახის ლორწოვანი ჩართულია და ვეგეტაციებიც კი შეიძლება წარმოიქმნას ცხვირხახაში, აი ესეც ბუნებრივი ევსტახისმილის შიდა ნაწილის დახშობას იწვევს. ამიტომ, როდესაც ყოველთვის ესე ჯობია, მარტივიდან უნდა დავიწყოთ შეფასება და როდესაც რეფრაქტერული ხდება. ბუნებრივია ხშირად ისმის კითხვა, რამდენი ხანი უნდა დაველოდო, რომ ამ ტიპის ძიება დავიწყოთ უსმენასთან, ხმაურთან, დაგუბებასთან, ტინიტუსთან და ასე ვთქვათ, სისავსესთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს. ზოგადად მიიჩნევა, რომ 2 კვირის განმავლობაში შეიძლება ბანალური და მარტივი გაცივებასთანაც კი იყოს ეს ასოცირებული, მაგრამ თუ 2 კვირიანი პერიოდის შემდეგ არ ქრება ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, პაციენტი მიდის ოტორინოლარინგოლოგთან და მათი უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, რთავს ალერგოლოგს დახმარებისთვის, რათა ერთობლივი მკურნალობით და მიდგომით პაციენტის ცხოვრების ხარისხი უკეთესი დავხატოთ. თქვენ მიხვედით იმ ზღვართან, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ექნება, თქვათ ნებისმიერ ოჯახს. მე რა მაქვს ხედელობაში, როდესაც თქვენ საუბრობდით ერთი მხრივ თავად შესაძლო პრობლემებზე, რომელიც სმენის ხარვეზით გამოვლინდება ალერგიული დაავადებების ფონზე და მეორე მხრივ ასაკობრივ თავისებურებაზე მიანიშნეთ, თქვენ რას საკვირველია ხაზი გაუსვით ერთი მხრივ ანატომიურ თავისებურებას, რომელსაც ვერ გავექცევით და ჩვენი განვითარება გულისხმობს სწორედ ამ ანატომიური ეტაპების, ანატომიური ცვლილებების და გარდაქმნების ეტაპის გავლას, მაგრამ მეორე მხრივ გულისხმობს სრულიად ლოგიკურ დამოკიდებულებას. გასაგებია შობელი აკვირდება და თქვენ ძალიან კარგი მინიშნება გქონდათ მაგალითად ბავშვი რომელიც ფრაზას ორჯერ გაამეორებინებს იგივე ტელევიზორთან ახლოს მიდის და ისე უსმენს სხვადასხვა ხედველობის შეფასებისთვისაც ამას იყენებენ ხოლმე მაგალითად ბავშვები ეკრანს რამდენად ახლოს დიახ როგორ უყურებენ მაგრამ კითხვა რომელიც უკავშირდება თქვენს ბოლო ფრაზას ანუ კურნალობის სტრატეგიას აქ მნიშვნელოვანი იყო ერთი მხრივ ის რომ ორი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი ერთდროულად მართავს საკითხს, მაგრამ მეორე მხრივ იბადება კითხვა უშუალოდ თქვენ სპეციალობასთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ დიდი გამოცდილება, მე გულისხმობ იმუნოლოგ ალერგოლოგებს, როდესაც ალერგიულ რინიტს იქნება ეს სეზონური, არასეზონური, გარკვეული ტაქტიკით მართავთ. მაგრამ როდესაც მას აქვს ისეთი გამოვლინება როგორიც არის სმენის ხარვეზი, იცვლება მიდგომა, დამოკიდებულება, იგივე მკურნალობის ფორმები. თუ თქვენ პრაქტიკულად მკურნალობთ ალერგიულ რინიტს და თავისთავად როგორც შედეგი მისი იქნება იმ თავისებურებების გათვალისწინებით მართული, რაც ჩვეულებრივ ყურის შეგუბების დროს ან ტინიტუსის დროს ამ მსგავს მდგომარეობებში გვაქვს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთადერთი სანამ ამ კითხვის პასუხზე გადავალ თავდომარი, თუ მომცემთ თავისუფლებას, აი მოზრდილებისთვის მინდა მინიშნება გავაკეთო. შეიძლება გავუჩნდეთ კითხვა, რომ როდი შეიძლება მე მივიტანო ეჭვი, ამ ევსტახისმილის დისფუნქცია მაქვს, საკმარისია თუ არა მარტო ვთქვათ ეს ეპიზოდური მომენტები. და ყურის შეგუბება ან რაღაც უსიამოვნო ხმა. ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება შეიძლება ეს იყოს, როდესაც ადამიანებს და იშვიათია ადამიანი, რომელსაც ახლა არ უწევს ბევრი გადაადგილება, განსაკუთრებით წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ავიაციური ტრანსპორტი იგულისხმება. თუ თქვენ რეგულარულად აწყდებით დაფრენის ან აფრენის შემდგომ ხანგრძლივად ყურთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეჭვი მიიტანეთ, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გქონდეს ევსტახისმილის დისფუნქციასთან და ეს არის სწორედ ის ქრონიკული პრობლემების კასკადი, რომელიც შეიძლება ამის უკან იდგეს. რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას, თქვენს კითხვაში პასუხი იყო რასაკვირველია, ჩვენ მკურნალობთ, თუმცა შეიძლება გარკვეულ ნიუანსურად თუ მიუდგებით, ჩვენ პაციენტებს ზოგადად რინიტთან მიმართებაში ორ ნაწილად ვყოფთ, ხშირად ეს სალაღობო საკითხიც არის, მომხოცველები და გაჭედილები. აი განსაკუთრებით თუ მომხოცველია პაციენტი, მაშინ შეიძლება ზედმეტი დეკონგენსტანტის, ანუ სისხლის ზარხვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენებისგან თავი ავირიდო, იმიტომ რომ ამას არ მოყვეს მეორადად თქვათ მიჩვევის ფენომენის განვითარება, მაგრამ მაშინ როდესაც არის გაჭედვით მიმდინარე პრობლემა, რაც ხშირად ეს ობსტრუქცია, აი მევსტახისმილის შიდა ცხვირხახის
ნაწილის დაბლოკვას იწვევს. რა თქმა უნდა, მე ყურადღებას ვამახვილებ აი დეკონგენსტანტის თავის ეტაპზე, ანუ დასაწყისში გამოყენებაზე, რადგანაც აი საერთოდ ესია რინიტის მართვა. თუ ძალიან გაჭედილია ცხვირი, ჯობია რომ ჯერ გავხსნათ და 10-15 წუთში მოვახდინოთ სამკურნალო პრეპარატის ადმინისტრირება. ანუ მოვამზადოთ რეალურად. მოვამზადოთ, იმიტომ რომ თუ კარი არ გაიხსნა ვერც ერთი მედიკამენტი სამიზნე უბანდე ბუნებრივია ვერ მიაღწევს და ვერ შევა, ამიტომ ეს მინიმალური გარკვეული ექიმური ხრიკები შეიძლება ასე თქვას არსებობს, რომელ პაციენტს როგორი ტაქტიკით უმკურნალოთ, მაგრამ სტანდარტი მკურნალობის ალერგიული რინიტის, სეზონურის და არასეზონურის თავისი ეტაპები არსებობს, ანტიჰისტამინი ახალი თაობის, ლოკალური გამოყენების ანტიჰისტამინი ან ნაზალური სტეროიდები და სანაცია ცხვირის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა ფორმისა და სიმძიმის რინიტის დროს, იმიტომ რომ თუ არ არის სუფთა ცხვირი, შეიძლება დებრის, ანუ ლორწოს გადაყვეს ჩვენს მიერ დანიშნული პრეპარატი ხახაში და საერთოდ არ მივიდეს დანიშნულების ადგილას. დანიშნულების ადგილზე. ამიტომ ტაქტიკურ მექანიზმს ექიმი ბუნებრივია გამოცდილი შეიმუშავებს და უდიდეს ნაწილში სმენის გაუმჯობესებაზე ეს რამოდენიმე დღეში აისახება. აი ეს არის მთავარი მინიშნება, რომელიც შეიძლება დღეს ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ბიძინა. ჩვენი მეგობრობა რასაკვირველია გრძელდება, თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემიდან მე ვფიქრობ მაყურებელმა თავარი რამ შეიმეცნა და დაიმახსოვრა ის, რომ დიახ, ალერგიული მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მაგალითად სეზონური ან არასეზონური ალერგიული რინიტის დროს, შეიძლება დაზარალდეს სმენა. შეიძლება გქონდეს ყურის სავსეობის განცდა, შეიძლება უსიამოვნო ხმაურის გქონდეს, მაგრამ ეს არ არის საშიში მდგომარეობა და რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კოლეგებთან კონსულტაცია და თქვენი სპეციალობის ექიმებთან კონსულტაცია იმისათვის, რომ ძალიან მშვიდად ნარად გაიარონ ეს ეტაპი თვითონ ძირითადი პრობლემის მართვაც და მისი ერთ-ერთი შედეგი სამ შემთხვევაში გაუარესებული სმენის აღდგენაც ადვილად მოახერხოთ. მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ იმუნოლოგ-ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ბიძინა კულუმბეკოვი. მე ჯერ არ გემშვიდობები, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. დღევანდელი ჩვენი თემიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა გვესაუბრა კვებითი შუქნიშანი როგორ მიესადაგება სმენის პრობლემებს და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ადრეც და დღესაც შემიძლია შეგახსენოთ. რასაკვირველია, არსებობს საკვები პროდუქტები და საკვები ნივთიერებები, რომელთა ნაკლებობას შეუძლია დააზარალოს სმენა. მაგალითად, გამოდგება თუნდაც B12 ვიტამინი, რომელიც ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთიერება გახლავთ, რომელიც ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხვდება და რომლის შევსება ჩვენს ორგანიზმში აძლევს საშუალებას ჩვენსავე ორგანიზმს, რომ 3-4 წლის განმავლობაში რეზერვი ჰქონდეს ამ ვიტამინის. მაგრამ როგორც კი იწყება ნაკლებობა და შემდეგ ყალიბდება B12 ვიტამინის დეფიციტი, ეს აუცილებლად აისახება სხვადასხვა ნევროლოგიურ გამოვლინებებზე და ერთ-ერთი სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი სმენა. მაგრამ მე დღეს ამ თემას არ გავშლი, მე საგანგებოდ მინდა გავამახვილო ყურადღება სწორედ სმენისა და ალერგიის ურთიერთობაზე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე უნდა იყოს სმენა, სმენასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორება კვებით თუ ალერგია. როგორც გამოცდილება ადასტურებს და როგორც დღევანდელი გადაცემიდან თქვენ მოისმინეთ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღვადგინოთ ჩვენი იმუნური წონასწორობა და ასეთ შემთხვევაში ალერგენი ასრულებს გადამწყვეტ ფუნქციას. ალერგენი, რომელიც არის უცხო ჩვენი ორგანიზმისათვის და რომლის მიმართაც გადაჭარბებული რეაქცია განსაზღვრავს ალერგიულ გამოვლინებებს. დიახ, ალერგენი, რომელიც არის აშკარა, ალერგენი, რომელიც არის ფარული, შენიღბული, ალერგენი, რომელსაც შეიძლება კონკრეტულ მოვლენასთან მიმართებაში ჯვარედინი რეაქცია და ჩვენი ორგანიზმის მხრიდან ჯვარედინი აღქმა ჰქონდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის რაღაც უცხო, რომლის მიმართაც ჩვენ გადაჭარბებულად ვრეაგირებთ. მაგრამ როდესაც საუბრობთ ორგანიზმის წონასწორობაზე, იმუნურ წონასწორობაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს რამდენიმე ტიპის წონასწორობა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ყალიბდება და ეს არის მიღებული
და დაკარგული ნივთიერებების წონასწორობა, ეს გახლავთ ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა და მრავალი სხვა, მაგრამ განსაკუთრებული წონასწორობა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ჩვენი იმუნური წონასწორობა და იმუნური სისტემის მდგომარეობა, ეს გახლავთ ნაწლავის შიგნით არსებული მიკროსამყარო, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ჩვენს მაკროსამყაროს და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვავიწყდება. რაზეა პასუხისმგებელი ნაწლავი? უამრავ საკითხზე. რატომღაც გონია, რომ საჭმელი რომ მივირთვით, მისი გადამუშავებაა ნაწლავის მთავარი ფუნქცია ან მასში არსებული საკვები ნივთიერებების შეთვისება. არადა სწორედ ნაწლავის დამსახურებით ჩვენ ვართ კარგ ან ცუდ გუნებგანწყობაზე, იმიტომ რომ მასში წარმოქმნილი ნივთიერებები განსაზღვრავს ამ ყველაფერს და სწორედ ნაწლავი და მასში არსებული სტრუქტურები განსაზღვრავს იმას, რომ იმუნური პასუხი ყალიბდება ნაწლავის ამინდის შესაბამისად, რომ ნაწლავი არის პასუხისმგებელი 70-დან 90%-მდე იმუნურ პასუხზე და იმუნური სისტემის მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმისა და ნაწლავის შიგნით მიკროსამყაროს ურთიერთობაზე. ამიტომ გამოდის, რომ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ალერგიის ფონზე განვითარებული სმენის ხარვეზის აღდგენისთვის, გადამწყვეტი არის წონასწორობის აღდგენა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ერთი მხრივ, როგორც ნაწლავისა და დანარჩენი სისტემების ურთიერთობა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასეთ შემთხვევაში მთავარი, რომ ნაწლავის წონასწორობა განსაზღვრავს იმუნური სისტემის წონასწორობას, იმუნური სისტემის წონასწორობა კი განსაზღვრავს იმას, რამდენად გადაჭარბებული იქნება ჩვენი რეაქცია, რამდენად გამოხატული იქნება ჩვენი ალერგიული რეაქცია და რამდენად ბევრი თანხლები შედეგი იქნება ამ მდგომარეობას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა. ტრადიციულად გემშვიდობებით და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.